გამარჯობა, ეს არის გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია. მე რომ მწერალი ვიყო და მე რომ ხელმეწიფებოდეს USAID-ის არქივებზე წვდომა, დავწერდი წიგნს, რომელიც ალბათ იქნებოდა უბესტსელერესი ბესტსელერი. ისეთი ბესტსელერი, რომ ჯონ გრიშემს, ტომ კლენსის და გოჩა მანველიძესაც შეშურდებოდა. ხომ წარმოგიდგენიათ, მეგობრებო, რა მაგრობა იქნებოდა დეტალურად რომ აღმეწერა ის საქმეები, რასაც USAID საქმიანობდა. და USAID კი 1961 წლიდან არსებობს. არ ვიცი, ადრე დასაწყისში რამხელა ბიუჯეტი ჰქონდათ, ვიცი, ბოლო 9 წლის ერთობლივი ბიუჯეტი და ის კი სულ რაღაც 350 მილიარდი დოლარს აღწევს. ანუ წელიწადში 40 მილიარდი გამოდის. რამდენი სიკეთის დათესვა და რასაორია მომკა შეიძლებოდა წელიწადში 40 მილიარდ დოლარად, არა? ალბათ ბევრი სიკეთე დაითესა კიდეც, მაგრამ ბევრი რამ ისეთის მოხდა, რაც სრულიად გაკვირვებას იწვევს. ის რაც ამ დღეებში გამოაშკარავდა USAID-ის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ზოგიერთი დეტალი, ეს ნებისმიერ ანტიუტოპიურ რომანზე უფრო ჩახუჭუჭებული მეჩვენება. მე უკვე დიდი პიეტეტით მოგახსენეთ იმ ბიუჯეტიდან ჩვენთან მწვანე ტრანსპორტის ბანერების პოპულარიზაციაზე დახარჯული 25 მილიონის შესახებ. დიახ, მოგახსენეთ, მაგრამ დღესაც შთაბეჭდილების ქვეშ ვიმყოფები. ვიძინებ, ვიღვიძებ და სულ ის 25 მილიონი დოლარი მაგონდება, რომელიც დაიხარჯა არაფერზე. და მწვანე ტრანსპორტის ბანერები ეს თურმე აისბერგის მწვერვალი ყოფილა. ისეთი რაღაცეები გვესმის, რომ დედასგებისებით არ მეჯერება. ასეულობით მილიონი დოლარი გამოიყო ავღანეთში ყაყაჩოს პლანტაციებთან ბრძოლაზე, მაგრამ შედეგად სრული საპირისპირო მივიღეთ. თურმე ყაყაჩოს კულტივირებას მოხმარდა და თალიბებს დიდი მოგება მოუტანა. ეს როგორ? ასეთი რამ რომ მესმის, არ გაგეცინოთ და მშვიდდები. დიახ, მშვიდდები, მწყნარდები, რადგან თურმე მხოლოდ ჩვენთან არ ყოფილა აურზაური სალხინეთში. როდესაც სააკაშვილმა ქუთაისში პარლამენტის შენობა ააშენებინა და ამაზე 300 მილიონ ლარამდე დაიხარჯა, მას დემოკრატიის შუქურას ვერავინ გაუბედა, რომ ეკითხა, კი, მაგრამ თბილისის გულში დგას მშვენიერი შენობა, რა საჭიროა ახალი შენობის აშენება? პრეზიდენტო შენა, თანაც ცენტრიდან შორს ქუთაისში. ეტყობა მიახლოებით იგივე მოდელი მოქმედებდა USAID-ის სათაო ოფისში. ვიღაც ბობოლამ თქვა, რომ ავღანეთში ყაყაჩო უნდა განადგურდეს და გაიღეს 100 მილიონი და შედეგად რა მიიღეს? შედეგად კი ვიღაც აშკარად გაკეთდა USAID-ში. ისევე როგორც ჩვენთან ვიღაც გამდიდრდა ქუთაისში პარლამენტის შენობის მშენებლობისას. USAID-ის ხარჯები წესით ნაკლებად უნდა მაღელოდეს, თუ კი ეს ხარჯები რასაკრულია ჩვენი ქვეყნის საზიანოდ არაა მიმართული და ქუთაისისავლაბრის რეზიდენციის რიყის დოქების მშენებლობის ხარჯები კი დღესაც მაინტერესებს. საინტერესოა, ვინმე აგო პასუხი ასეთი უზარმაზარი თანხების სრულიად უსარგებლოდ არ შემეშინდება ამ სიტყვის ფლანგვაზე. ერთმა აქაურმა ლიბერალმა მითხრა, რაღა დროს წარსულში გექვა, ფული ხომ უკვე დაიხარჯა, ჩვენ მომავალში უნდა ვიყუროთო. მე კი ვუპასუხებ, რომ აუცილებელია ამაში გეგონა ყველაფრის გაიასნება. ზუსტად ამის გაკეთებას ცდილობს ტრამპის ადმინისტრაცია, მეგობრებო. ის იქეკება, დიახ, იქეკება, რათა გაარკვიოს, რაში დაიხარჯა გადამხდელების ფული. 50 მილიონი დოლარი ღაზას სექტორში დაიხარჯა უკაცრავად ამ სიტყვისთვის და პრეზერვატივებზე. 2 მილიონიანი მოსახლეობისთვის პრეზერვატივებზე დაიხარჯა 50 მილიონი. რას უპირებდნენ ღაზელებს და ტრანსგენდერი ცხოველების გამოყვანა? დავიჯერო USAID-ელები შტერები არიან? არა, ამას არ დავიჯერებ. ესე იგი კორუფციას აქვს ადგილი.
გავიმეორებდი ცხონებული ჰამლეტის სიტყვებს, რაღაც დაალპა დანიის სამეფოში, მაგრამ არ გავიმეორებ. დანიელებს არ მინდა ვაწყენინო. რამხელა გამოწვევის წინაშე დგას ამერიკის დღევანდელი ხელისუფლება და რაც უფრო შორს შეტოპავენ, მით უფრო მეტი სიურპრიზი დახვდებოდა. ღმერთმა მათ გაძლება მისცეს, გაძლება სითამამე და დაცულობა. იმიტომ რომ რის გაკეთებასაც ისინი დღეს ცდილობენ, ძალიან სახიფათო პროცესია, სახიფათო მათთვის. და რაც ჩემთვის ნიშანდობლივია, ტრამპის ადმინისტრაცია მართალი გზით რომ მიდის, იქიდანაც ჩანს რომ მთელი მემარცხენე პოლიტანალიტიკა აღრენილია ტრამპზე და მას ძალიან ცუდად იხსენიებს. მე მხოლოდ რუსულენოვან ანალიტიკოსებსა და მოლაპარაკეთავებს ვუსმენ, რადგან სხვა ენები ჯერჯერობით არ ვიცი და უნდა მოისმინოთ როგორ იხევიან ნაკერავზე, როგორ არ მოსწონთ ტრამპი და იმის გამო რომ იმ მემარცხენე პოლიტოლოგებს ჩვენთანაც არ მოსწონს რა ხდება, გამომაქვს დასკვნა რომ ტრამპი მართალია, რომ ტრამპი ჩვენიანია. რას ვიფიქრებდი 4-5 წლის წინ რომ ტრამპზე ამას ვიტყოდი. ესე იგი ან ტრამპი შეიცვალა, ან მე. ან და ორივე. ეს იყო გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია.